დეპუტატს მოვუსმინოთ, ამჯერად უკვე კასპის მიერ არჩეულ დეპუტატთან გვექნება შეკითხვა იმასთან დაკავშირებით თუ როგორ აპირებს იგი პარლამენტში დაიცვას კასპის მოსახლეობის ინტერესები. მოგესალმებით ბატონო ირაკლი. მადლობთ რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. ბატონო ირაკლი, როგორ აპირებთ კასპის მოსახლეობის ინტერესების გატარებას? უპირველეს ყოვლისა მინდა აღვნიშნო დღევანდელი დღის მნიშვნელობა ძალიან მოსასიხარულო, რომ ჩვენ შევიკრიბეთ და უკვე ვიწყებთ მოგვეცა უფლებამოსილება და მანდატი, რადგან დაიწყება ეს საარჩევნო კამპანია და უკვე ყველა მოწადინებული ვართ, რომ დავიცვათ ჩვენი მაგალითად მე პირადად დავიცვათ კასპის მოსახლეობის ძალიან საზოგადოების ინტერესები უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში. ძალიან ბევრი სასარგებლო კანონი აუცილებლად მივიღებთ, იმიტომ რომ არსებობს გარკვეული რეგულაციები, რაც სჭირდება რომ კორექტირება მოხდეს, თუნდაც იგივე ჩვენი საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე და თითოეული დღე ეს იქნება ჩემი ძალიან თბილი ხალხის კასპის რაიონის მოსახლეობის ინტერესების დაცვას ლავატარებ და ამის ბერკეტები ნამდვილად გვექნება, ძალიან კარგი და კომპეტენტური გუნდი მყავს. ერთსულოვნება არის და მე ვფიქრობ ეს თუნდაც საკონსტიტუციო უმრავლესობა ეს არის ნამდვილად შესაძლებლობა რომ ჩვენ სწრაფად განვითარდეთ და მივახციოთ დასახელ მიზნებს. ბატონო ირაკლი, რა ჭირდება რეალურად კასპის მოსახლეობას? მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 3 წლის განმავლობაში მართლა ძალიან ბევრი პროექტი განხორციელდა კასპის რაიონში, აუცილებლად საჭიროა გაგრძელდეს და უფრო მეტი მაღალი ტემპი იყოს ინფრასტრუქტურული პროექტების. ჩვენ დავინახეთ, რომ არსებობს გარკვეული პრობლემები ამ მიმართულებით, სასმელი წყლის სარწყავი სისტემები და სოციალური ფონი არის ასე ვთქვათ დასარეგულირებელი, თუნდაც ჩემი შეხვედრებიდან გამომდინარე მე დავინახე, რომ ეს პრობლემა სოციალური დაუცველების სტატუსის აღდგენა თუ შეჩერების საკითხები ამ საკითხს აუცილებლად წამოვწევთ, მე პირადად დავაყენებ. მე-19 მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილება ცნობილია დროებითი